რუსეთს გეგმები აქვს სუმიზე. ეს დიდი ხანია ასეა, რადგან უკრაინის ოლქში ბუფერული ზონის შექმნას ერთადერთ გზად მიიჩნევს, რომ თავი დაიცვას დამამცირებელი საზღვრისპირა შეჭრებისგან. უკრაინა ხედავს და პასუხობს რუსეთს. უკრაინა აშენებს ისეთ მასშტაბურ რამეს, რომ ის კოსმოსიდანაც ჩანს. რეგიონებზე გადაჭიმული ეს ახალი სასიკვდილო ზონა იმდენად მომაკვდინებელი, გამანადგურებელი, დგურებელი და უზარმაზარია, რომ რუსეთი ვერ აჩერებს მას. და ყველაფერი, რაც მას დარჩენია, არის ჯარისკაცების გაგზავნა სიკვდილზე მის წინააღმდეგ. ეს არის ახალი უკრაინული თავდაცვითი ხაზი და ის სიღრმეში ვრცელდება. როდესაც რუსეთი ცდილობს შექმნას პოტენციური ბუფერული ზონა სუმის რეგიონში, უკრაინამ უპასუხა თავდაცვითი ხაზის აშენებით, რომელიც რამდენიმე ოლქზე გადაჭიმულია. კიევის წყალსაცავიდან სუმიმდე გადაჭიმული ეს ახალი ხაზი ივსება იმგვარი გამაგრებებით, რომლებიც უკვე ვიხილეთ, როგორ ანადგურებდა პუტინის მარიონეტებს სხვა რეგიონებში, მაგალითად დონეცკში. მშენებლობის მასშტაბი უზარმაზარია. უკრაინა არაფერს ტოვებს შემხროვის იმედად და აშენებს ისეთ ვრცელ ხაზს, რომელიც კოსმოსიდანაც კი ჩანს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრის მხარდაჭერის ძალების საინჟინრო ჯარების უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვასილ სიროტენკომ განაცხადა. უკრინფორნთან საუბრისას სიროტენკომ ორი ძირითადი საკითხი გამოყო: რატომ და რა? ნებისმიერი ქმედება შესაძლებელია. მტერმა ისწავლა შესაბამისი დაჯგუფებების შექმნა და ძალების სწრაფად გადაყვანა ერთი ფლანგიდან მეორეზე, განმარტავს სიროტენკო. ერთხელ მაინც პუტინის ძალები უფრო გონივრულად მოქმედებენ და უბრალოდ ჯარისკაცებს აღარ აგდებენ უკრაინულ აგურის კედელზე. ეს სერიოზული პრობლემაა უკრაინისთვის და ჩვენ უკვე ხედავთ მის გამოვლენის ნიშნებს, რასაც ცოტა მოგვიანებით უფრო დეტალურად განანვიხილოთ. სიროტენკო აგრძელებს და ამატებს, რომ უკრაინა ხედავს, რას ცდილობს რუსეთი და მზად იქნება ყველაფრისთვის. მნიშვნელოვანი ძალის ხმევა და რესურსები იხარჯება ამ ხაზის რაც შეიძლება სწრაფად ასაშენებლად, რათა თავიდან ავიცილოთ სიურპრიზები და მტერს არ მივცეთ შესაძლებლობა ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებიდან დაემუქროს, აცხადებს სიროტენკო. ნიშნავანი ცოტა ნათქვამია. თავდაცვითი ხაზი, რომელიც იმდენად გიგანტურია, რომ კოსმოსიდანაც ჩანს, ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ მნიშვნელოვანი. მაგრამ როგორ გამოიყურება ეს ხაზი სინამდვილეში? საინტერესოა, რომ გარკვეულ წარმოდგენას ვიღებთ რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ისგან. TASS-ის ჟურნალისტი ფრონტის ხაზთამყოფ ექსპერტს ესაუბრა და ირკვევა, რომ უკრაინა აშენებს მრავალშიან თავდაცვით ხაზს სუმის რეგიონის 3 რაიონში, რომლებიც ყველა ახლოსაა რუსეთის კურსკის რეგიონის საზღვართან. შეიძლება გახსოვთ ეს რეგიონი. 2024 წლის აგვისტოში უკრაინამ გაბედული კონტრშეტევა დაიწყო კურსკის მიმართულებით და მოახერხა 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი, ანუ თითქმის 400 კვადრატული მილ ტერიტორიის დაკავება პუტინის ცხვირწი. ეს რუსეთისთვის დამამცირებელი იყო. ეს ასევე სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდა ათასობით ჯარისკაცისთვის, რომლებიც პუტინმა კურსკის დასაბუნებლად გაგზავნა. რუსეთის კონტრშეტევას კურსკში, სადაც შედარებით მცირე ძალები იყვნენ განლაგებული, დასრულებამდე თვეები დასჭირდა და შედეგად რუსეთმა 80,000-ზე მეტი დანაკარგი მიიღო, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა. ეს უკრაინისთვის ომის დროს წარმატებული ნაბიჯი იყო. დაიკავეს ტერიტორია, დაამცირეს პუტინი და გაანადგურეს რუსი ჯარისკაცები. რუსეთს აღარასოდეს სურს, რომ კურსკის მსგავსი კონტრშეტევა განმეორდეს. სუმში შეტევა მთლიანად იმაზეა მიმართული, რომ უკრაინამ ვერ გაიმეოროს ის, რაც 2024 წელს მოახერხა, ხოლო მრავალფენიანი თავდაცვა უკრაინის პასუხია რუსეთისთვის. TASS-ი უცდება, რომ უკრაინამ დაიწყო ნაღმების ველების მოწყობა და კალბი პოზიციების შექმნა. ეს გავს სასიკვდილო ზონის ფორმირების დასაწყისს. ზუსტად ასეა. ეს არის სასიკვდილო ზონა, რომელიც არაფერს გავს იმასთან, რაც უკრაინას აქამდე შეუქმნია. უზარმაზარი და მომაკვდინებელი, ის რასაც უკრაინა აშენებს, შიშს მოკრის ნებისმიერ რუს ჯარისკაცს, ვინც სუმიში შეჭრას შეეცდება. და სამი სიტყვა ხსნის, რატომ? 100 კილომეტრის სიღრმეში. მილებში გადათარგმნილი, ეს არის 62 მილი სასტიკი გამაგრებები, რომლებიც United 24 მედიის თქმით განსხვავდება იმ წინა გამაგრებებისგან, რაც უკრაინამ ადრეს სცადა. ის მცდელობები ძირითადად ფრონტის ხაზებზეა კონცენტრირებული. ბოლო 1 წლის განმავლობაში უკრაინამ დაანკითხა, რამდენად ეფექტურია თავისი გამაგრებების გაფართოება ამ ხაზებს მიღმა აღმოსავლეთში, როგორც 10,000-ობით დაღუპული რუსი დაადასტურებდა, რომ შეძლებოდათ. გამოცემა წევს, რომ უკრაინის ფენოვანი თავდაცვა მოიცავს თავდაცვით პოზიციებს, რომლებიც ფრონტის ხაზიდან პირველ 20 კილომეტრში, ანუ დაახლოებით 12.4 მილის ფარგლებშია განლაგებული, რასაც მოჰყვება დამატებითი ფენები 100 კილომეტრამდე. უკრაინა ასევე წინასწარ ელოდება რუსეთის ყველა ნაბიჯს თავისი ახალი გამაგრებებით. ჩვენ ხედავთ ნაღმებსა და მოჩვენებით პოზიციებს, როგორც TASS-ი უცხება. ტანკსაწინააღმდეგო ზომები, როგორიცაა თხრილები და ეგრეთ წოდებული დრაკონის კბილები, უკვე განთავსებულია. თუმცა უკრაინამ ასევე იცის, რომ რუსეთის შეტევა გარდაუვალია და ეს შეტევა მოიცავს ოპტიკურ ბოჭკოვან FPV დრონებს. უკრაინის პასუხი ამაზეა, ახალი საწინააღმდეგო ზომების დამატება ამ ოპტიკურ ბოჭკოვანი დრონების წინააღმდეგ, რაც ხელს შეუშლის მათ იმავე წარმატების მიღწევაში, რაც წარსულში ჰქონდათ. ჩვენ არ ვიცით რა არის ეს საწინააღმდეგო ზომები. უკრაინა ამაზე არ საუბრობს. თუმცა როგორც ატლანტიკური საბჭო აღნიშნავს, უკრაინას აქვს არჩევანი. ფიზიკური ბარიერები შეიძლება ოპტიკურ ბოჭკოვან დრონებს ხელი შეუშალოს, რადგან მათი გრძელი მავთულები შეიძლება აირიოს. ასევე შეიძლება დაიდგას ბადეები, რომლებიც დრონდრებს მიზნამდე მისვლამდე დაიჯერენ.
უფრო დახვეწილი სისტემები მოიცავს რადარულ სასიგნალო მახეებს, აკუსტიკურ სენსორებს და ახალთაობის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ დეტექციის სისტემებს, რომლებიც მიწაზე მყოფ ჯარისკაცებს დროულად აფრთხილებენ, რომ რუსული დრონების ჯგუფი მოახლოვდება. მილიტანიმ ასევე საინტერესო საკითხი წამოჯრა უკრაინის ახალი ფართო განადგურების ზონების შეფასებისას. იგი ამბობს, რომ იტალიის სენატმა ცოტა ხნის წინ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც შექმნის სახელმწიფო მექანიზმს, რის შედეგადაც ჩამოწერილი სათევზაო ბადეები უკრაინას გადაეცემა. თუ კანონპროექტი მიიღება, ეს ბადეები შეიძლება სარდინებისა და ანჩოუსების დაჯერიდან გადავიდეს რუსეთის ოპტიკურ ბოჭკოვანი დრონების დაბმაზე. ეს ხრია სხვა დანიშნულებით გამოყენებას. ეს იქნება განადგურების ზონა, რომელიც არაფერს გავს. ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს მთავარი იარაღი, რომელიც ამ განადგურების ზონებში გამოიყენება. თავდაცვა ერთია, მაგრამ როგორც წარსულისა და აწყოს განადგურების ზონებმა გვასწავლა, უკრაინის გამაგრებული პოზიციები ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებს მოწინააღმდეგის ძალების გამოფიტვას, როგორც მათ შეჩერებას. და ამისთვის უკრაინა იტენებს საკუთარ FPV დრონებს, ათასობით მათგანს, რომლებიც მუდმივად პატრულირებენ და ეძებენ რუსული შეჭრის ნებისმიერ ნიშნებს. ჰაერში მოქმედ დრონებს თან ახლავს რობოტული სისტემები მიწაზე, რომლებიც ხშირად ლოგისტიკას უზრუნველყოფენ, მაგრამ ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნან მტრის პოზიციებზე შეტევისთვისაც. უკრაინა ასევე ჭკვიანურად აწყობს თავის თავდაცვას ისე, რომ რუსი ჯარისკაცები მოხვდნენ ჩასაფრებულ ადგილებში, სადაც артиლერია მათზე ძლიერ ცეცხლს უშენს. ეს ისაა, რაც პუტინის ძალებს სუმიში ელოდებათ. და ეს კარგად მიგვიყვანს იმ მიზეზამდე, თუ რატომ აშენებს უკრაინა სასიკვდილო ზონას, რომელიც 60 მილზე მეტს მოიცავს და კოსმოსიდანაც ჩანს. შეგვიძლია გითხრათ, რას არნიშნავს ეს ახალი სასიკვდილო ზონა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხაზები კიევის წისწყალსაცავიდან იწყება, უკრაინა არ ელოდება რუსულ შეტევას უკრაინის დედაქალაქზე. თუ რამეს ნიშნავს, ამ გამაგრებების შექმნა იმის ნიშანია, რომ უკრაინა ემზადება გახანგრძლივებული ომისთვის, რომელიც შეიძლება კი კიდევ მრავალი წელი გაგრძელდეს. უკრაინას სჭირდება მზად იყოს თავდაცვისთვის ყველა დონეზე, და ეს ახალი სასიკვდილო ზონა მაგალითია იმისა, თუ როგორ უსწრებს ის მოვლენებს კიევის მიმართულებით. გაეროს ინფორმაციით, რუსეთს უბრალოდ არ აქვს რესურსები კიევზე ან უკრაინის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე შეტევისთვის. ასეთი ღრმა გარღვევა, როგორიცაა სასიკვდილო ზონა, უბრალოდ შეუძლებელია იმ რაოდენობის ჯარისკაცებით, რაც პუტინს ჰყავს განთავსებული საზღვრის რეგიონებში და მოკავშირე ბელარუსის ტერიტორიაზე. ამიტომ, როცა საქმე კიევს ეხება, ეს ახალი თავდაცვითი ხაზი მთლიანად უკრაინის პროაქტიურ მოქმედებაზეა. თავდასხმა დედაქალაქზე სავარაუდოდ ჯერ კიდევ წლების საკითხია და ისეთი ფართო სასიკვდილო ზონები, როგორიც სუმის რეგიონში შენდება, სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ გაახანგრძლივოს დრო, რაც რუსეთს დასჭირდება, სანამ ასეთ თავდასხმას დაიწყებს. ზოგიერთი, მათ შორის სამხედრო ანალიტიკოსი ოლექსანდრ კოვალენკო, ამბობს, რომ ასეთი ტიპის თავდაცვითი ნაგებობების აშენება უკრაინას წლების წინ უნდა გაეკეთებინა. მან ეს არ გააკეთა, მაგრამ ახლა მას აქვს ტექნოლოგიები და რესურსები, რომ ააშენოს გამაგრებები, რომლებიც გაანადგურებს რუს ჯარებს. ასე რომ თუ ამ ახალი სასიკვდილო ზონის შექმნა კიევის დაცვისთვის არ არის, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში, მაშინ რასთან გვაქვს საქმე? უკვე რამდენიმე მინიშნება მოგეცით. სიტყვები ბუფერი და ზონა უნდა გიტრიალებდეთ თავში. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევეხებით იმას, რას ცდილობს უკრაინა ფენოვანი გამაგრებებით, რომლებიც კოსმოსიდანაც ჩანს, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. ჩვენ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. გამოიწერეთ არხი, რომ უკრაინას მიბაძოთ და მოვლენებს წინ გაუსწროთ. რაც ახლა ხდება, არის უკრაინის პასუხი იმაზე, რასაც რუსეთი ცდილობს სუმიში. სიროტენკომაც ასე თქვა, როცა ის საუბრობდა იმაზე, თუ როგორ ისწავლა რუსეთმა დაჯგუფებების შექმნა და ძალების ფლანგებს შორის გადაყვანა. სირსკიმაც აღნიშნა ეს, როცა 22 აპრილს თქვა, რომ რუსეთმა გარკვეული დრო დახარჯა თავისი დანაყოფების გადაჯგუფებასა და რეზერვების წინა ხაზზე გადაყვანაში. ის თვლის, რომ ახალი შეტევა გზაშია. და მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაჯგუფების დიდი ნაწილი დონეცკსა და დონბასის რეგიონში მიმდინარეობს, სუმიც რუსეთის დრის წესრიგშია. სუმის ზოგიერთ ნაწილში რუსეთის თავდასხმის საწყის ეტაპებს გარკვეული წარმატება ჰქონდა. 13 აპრილს გამოცემა Kyiv Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულ ძალებს სუმის ოლქის რამდენიმე სოფლის დატოვება მოუწიათ. ამ ჯარისკაცებმა თავი მოიყარეს მიროპილსკას დასახლებაში. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ასევე ცდილობს უკრაინის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქებში, მათ შორის ანდრივკასა და უნიკივკაში შეჭრას. ინტენსიური სამხედრო ოპერაციების, მოწინააღმდეგის ძალასა და საშუალებებში უპირატესობის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები პერსონალის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადავიდნენ ახალ წინასწარ მომზადებულ საზღვარზე, სადაც ისინი გააგრძელებენ თავდაცვის შენარჩუნებას. განაცხადა უკრაინის მე-14 არმიის კორპუსმა Facebook პოსტში, რითაც მიუთითა, რომ ისინი უკან დაიხიეს სუმის ახალი თავდაცვითი ხაზისკენ. თუმცა ეს მცირე რუსული წინსვლა პრობლემას წარმოადგენს. ძალისა და საშუალებების უპირატესობის ხსენება გვიჩვენებს, რომ უკრაინის ცოცხალი ძალით დაკომპლექტებული თავდაცვა სუმიში მზად არ არის იმ შეტევებისთვის, რომლებიც რუსეთს სურს განახორციელოს გაზაფხულის შეტევის ფარგლებში. საჭიროა რაღაც უფრო საშიში და სწორედ აქ შემოდის თამაში ახალი განადგურების ზონა. რაც სავარაუდოდ უახლოეს კვირებში ვიხილავთ, არის ის, რომ ფრონტზე განლაგებული უკრაინული ძალები მაქსიმალურად დიდ ხანს გაუწევენ წინააღმდეგობას რუსეთის წინსვლის მცდელობებს. ეს წინააღმდეგობა დროს მისცემს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მათ უკან უკვე შეშენებარე მასიური განადგურების ზონის კიდევ უფრო გასამაგრებლად. დახევას ეტაპობრივად განახორციელებენ ამ განადგურების ზონაში და მის გავლით, რითაც რუსეთს შეექმნება მცდარი შთაბეჭდილება, რომ წინ მიიწევს.
შემდეგ პუტინის ძალები შეეჯახებიან განადგურების ზონის პირველ ფენას. აი მაშინ დაიწყება განადგურება, რადგან სუმში წინსვლა შენელდა და ახლა აღმოსავლეთში რასაც ხედავთ, იგივე გამოფიტვა დაიწყებს ჩრდილოეთში რუსეთის მიერ თავმოყრილი ძალების განადგურებას. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს გეგმა. ეს ყველაფერი განხორციელდა იმისთვის, რომ რუსეთის სურვილს სუმში ბუფერული ზონა შექმნას წინააღმდეგობა გაუწიონ. ღია წყაროების სადაზვერვო ანალიტიკოსი Deep State ეთანხმება სიროტენკოს ანალიზს იმის შესახებ, რას ცდილობს რუსეთის სუმში და კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ამატებს იმის შესახებ, რას ცდილობდნენ პუტინის ჯარები უკრაინის ჩრდილოეთში აპრილის განმავლობაში. რაც ახლა ხდება, ეს არის რუსეთის მხრიდან დაზვერვითი მოქმედებები. Deep State-ის თქმით, პუტინის ძალები ახორციელებენ ისეთ შეტევებს, რომლებიც უკრაინას აიძულებს მცირე დასახლებებიდან უკან დაიხიოს, რათა გამოავლინონ სუსტი ადგილები უკრაინის ხაზებზე. რუსეთი ცდილობს გააფართოოს ნაცრისფერი ზონები ფრონტის მიღმა, რათა შეაფასოს თავისი შესაძლებლობა, აიღოს კონტროლი უკრაინის ტერიტორიის მცირე ნაწილებზე სუმში. Deep State-ის თქმით, ამჟამად ეს შეღწევის მცდელობები დაახლოებით 150 კვადრატულ კილომეტრს, ანუ თითქმის 60 კვადრატულ მილს შეადგენს. ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა ძალიან კარგად აცნობიერებს, რას ცდილობს რუსეთი და აქტიურ ზომებს იღებს მის წინააღმდეგ. სასიკვდილო ზონა იმდენად ღრმაა, რომ კოსმოსიდანაც ჩანს და როგორც საპასუხო ზომა ეს თითქმის ზედმეტად ძლიერია. მაგრამ როცა საქმე ეხება რუსეთის შეჩერებას სუმის ბუფერული ზონის შექმნაში, ეს შესაბამისია. საბოლოოდ ეს პუტინისთვის სულაც არ არის ახალი მიზანი. რუსეთმა ზუსტად იგივე სცადა 2025 წელს. რუსეთის 2025 წლის ზაფხულის შეტევის ფარგლებში სუმის დიდი ნაწილი უნდა დაეკავებინათ, რათა პუტინს თავისი კურსკის დამცავი ბუფერული ზონა ჰქონოდა. 2025 წლის მაისისთვის რუსეთის ძალებმა დაიწყეს წინსვლა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში და საკმაოდ სწრაფად დაიკავეს 6 სოფელი. თუმცა ეს მცდელობები რუსეთს სწრაფად ჩაეშალა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რაც კურსკში რამდენიმე თვით ადრე მოხდა. იდეალურ სამყაროში 10,000-ობით ჯარისკაცი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა კურსკის დასაბრუნებლად გაგზავნა, დაამარცხებდა უკრას და სუმისკენ გააგრძელებდა შეტევას. ასე არ მოხდა. 80,000 დანაკარგის შემდეგ 2025 წელს ბუფერული ზონის შექმნის მცდელობისთვის რუსეთს მხოლოდ ის დაღლილი და გამოფიტული დანაყოფები დარჩა, რომლებიც უკვე გამოფიტული იყვნენ უკრაინის კურსკიდან გამოძევების მცდელობისას. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სოფელი აიღო, რუსეთის 2025 წლის სუმის შეტევა შეჩერდა. მაგრამ ვლადიმირ პუტინმა არასდროს თქვა უარი ბუფერული ზონის შექმნის იდეაზე. რაც 2026 წელს ხედავთ, არის იმ გეგმის გადამუშავებული ვერსია, რომელიც რუსეთმა 2025 წელს შეიმუშავა. თუმცა ახლა ეს უკრაინისთვის უფრო პრობლემურია. რუსეთმა დრო დახარჯა საზღვრისპირა რეგიონებში ძალების თავმოყრაზე, თუმცა ეს საკმარისი არ იყო სერიოზული გარღვევებისთვის. რეზერვებიც იგზავნება უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებში. ეხლა რუსეთის მიზანია სავარაუდოდ შეიყვანოს დივერსიული დანაყოფები ნაცრისფერ ზონებში და ერთდროულად შეუტიოს სუმის იმ დასახლებებს, რომლებიც განსაკუთრებით კარგად არ არის დაცული. აი ამას ხედავთ ახლა, მაგრამ ამას უკრაინაც ხედავს და ახლა პუტინის ძალებისთვის მახეს ამზადებს. ისინი მხოლოდ გარკვეულ წერტილამდე შეძლებენ წინსვლას. შემდეგ ისინი უკრაინის ახალ მასშტაბურ სასიკვდილო ზონაში მოხვდებიან და ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყება. შემდეგი ეტაპი უკვე ისაა, სადაც ყველაფერი რუსეთის საწინააღმდეგოდ იწყებს შეცვლას. ამჟამად პუტინი თვლის, რომ მისი ძალები უპირატესობაში არიან. მცირე დასახლებები სუმში იკავებენ და წინსვლას ახერხებენ. კრემლმა ასევე დაავალა რუსეთის სამხედროებს ბუფერული ზონის შექმნა. პრობლემა პუტინისთვის ისაა, რომ რუსეთი უბრალოდ არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ეს გააკეთოს, თუნდაც უკრაინის ახალ სასიკვდილო ზონას არ გავითვალისწინოთ. ამის შესახებ ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც აღნიშნავს, რომ ამას უკრაინა კი არ ამბობს. უკრაინის დაზვერვა მოიპოვა რუსეთის დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ თვითქვეთმის გენერალური შტაბიც კი თვლის, რომ სამხედროებს კრემლის მიერ დასახული მიზნების მიღწევა შეუძლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინა მუშაობს რუსეთის შეტევითი შესაძლებლობების შესუსტებაზე. რუსეთის სამხედრო ძალებში გამოუსწორებელი დანაკარგები იზრდება. ამჟამად ზელენსკი ამტკიცებს, რომ რუსეთის ბრძოლის ველზე დანაკარგების დაახლოებით 60% გამოუსწორებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის დანაკარგების უმეტესობა ან იღუპება, ან იმდენად მძიმედ არის დაჭრილი, რომ ვეღარასდროს დაბრუნდება ფრონტის ხაზზე. იმისათვის, რომ ამ 60%-იან მაჩვენებელს კონტექსტი მივცეთ, მარტში უკრაინამ რუსეთს 35,351 დანაკარგი მიაყენა, United 24 მედიის მიხედვით. ამათგან 20,1200 გამოუსწორებელი დანაკარგია. შესაბამისად, უკრაინის ამოცანაა კიდევ უფრო გაზარდოს ოკუპანტისთვის მიყენებული გამოუსწორებელი დანაკარგების წილი, აცხადებს ზელენსკი. ამ ყველაფერში პუტინისთვისაც არის გზავნილი. მას შეუძლია თავისი ჯარისკაცები სასიკვდილო ზონებში გაგზავნოს, მაგრამ უმეტესობა იქიდან აღარ გამოვა. სასიკვდილო ზონა კიევის წყალსაცავიდან სუმამდე ვრცელდება და უკრაინა რუსეთს უჩვენებს, რომ ნებისმიერი მცდელობა შექმნას ბუფერული ზონა შეხვდება იმავე ტიპის თავდაცვას, რაც უკვე რეკორდულ დანაკარგებს იწვევს. ეს პუტინს ნამდვილად უნდა აშფოთებდეს. სუმში რამდენიმე დასახლების აღება ერთი ამბავია. სრულიად სხვა რამეა, როცა ცდილობ შენი ჯარისკაცები 60 მილზე სიღრმის სასიკვდილო ზონაში გაატარო. ეს გამოიწვევს მასიურ დანაკარგებს თუ რუსეთის სუმში გაზაფხულის დასაწყისის შეტევაზე მეც ჩადებს. პუტინმა ეს იცის. და ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთს უკვე აიძულებენ მეტი ჯარისკაცი გამოიძახოს, რათა კონდეს შანსი გადალახოს ის თავდაცვა, რომელიც უკრაინამ შექმნა.
აპრილის 20 რვის განცხადებაში ზელენსკიმ გაამხილა, რომ 60%-იანი შეუქცევადი დანაკარგების მაჩვენებელი პუტინს აიძულებს გააკეთოს ის, რაც არასდროს სურდა. მობილიზაცია ისევ ჰორიზონტზეა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ხალხში მასიური უკმაყოფილების გზაზე დგას. ზელენსკი ამხელს, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გეგმავს შემდგომ შეტევით ოპერაციებს და ემზადება მეტი პერსონალის მოზიდვისთვის, მათ შორის მობილიზაციის პროცესების გაფართოების გზით რუსეთის შიგნით. უკრაინის პრეზიდენტი ასევე ამატებს, რომ ის ესაუბრა ქვეყნის პარტნიორებს რუსეთის მცდელობაზე, უფრო ღრმად ჩართოს ბელარუსი რუსეთის მიზეთის მიზნების შესრულებაში. უკრაინამ ამაზე უპასუხა ბელარუსთან საზღვარზე მეტი გამაგრებითი ნაგებობების აშენებით, რადგან ქვეყნის ყურადღებას არ გამოფარვია, რომ უფრო აქტიური ბელარუსი სუმისთვის კიდევ უფრო დიდ საფრთხეს ქმნის. უკრაინის ომის ახალი ფაზა იწყება. რუსეთისთვის ეს ფაზა მთლიანად ეხება სუმის ბუფერული ზონის შექმნას, რომელსაც უკვე წელიწადზე მეტია ცდილობს. უკრაინამ ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თავადაც ახალ ფაზაში შედის. სუმის თავდაცვა გაძლიერდა, შედეგები კოსმოსიდანაც ჩანს. და მალე სატელიტები გადაიღებენ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ნადგურდება რუსეთის წინსვლა ახალ სასიკვდილო ზონაში, რომელიც ღრმა, გრძელია და იმდენი გამაგრებულია, რომ რუსეთს არ აქვს იმედი მიაღწიოს იმ წარმატებას, რაც პუტინს სჭირდება სუმის ოცნების ასასრულებლად. თუ საუბრობთ უკრაინის ომის ახალ ფაზებზე, უკრაინის საშუალო რადიუსის დრონების გამოჩენა აჩვენებს, რა ელოდება პუტინის ძალებს, თუ კი მათ სუმიში რაიმე წინსვლის მიღწევა შეძლეს. ეს დრონები ამსხვრევენ თავდაცვას და ანადგურებენ ინფრასტრუქტურას რუსეთის ხაზების უკან დონეცკში, ან წუთებში. და რაც მოხდა 16 აპრილს, აჩვენებს პუტინს, რას შეუძლია უკრაინას თავისი თავდაცვითი შესაძლებლობებით. თუ გსურთ მეტი გაიგოთ, ნახეთ ჩვენი ვიდეო და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი უახლესი გაშუქება უკრაინის ომის შესახებ. მადლობა ყურებისთვის.